me, you got me. Wish you knew me at 19. Back then I wasn't talking to anyone but me. ოცნებები ხდება. მოვედით უდიდეს ice skating-ის ადგილას, სადაც ვაპირებთ ციგურაობა, right? და მე მეზარებოდა წამოსვლა, ძალიან რაღაც ეს დაღლილი ვიყავი და ხენუკი მეუბნეოდა მარიამი, რომ აი უდიდესია, მაგრამ არ ვიჯერებდი, მეთქი რაღაცა, ხო, რა უნდა იყოს მაინც, ხო? და აი შოქში ვარ, რომ დავინახე, ერთ წამს უნდა განახოთ. გთხოვთ, რამხელა dating-ში რა ხდება? არა, ზოგადად ბუდაპეშტში როგორი dating? როგორ dating-ში? ხო. არც ისე კაი, ალბათ. არ ვიცი. რატო? რატო არ არის არც ისე კარგი? ხო. კარგი კონტინგენტი არ. როგორ ეცვა კონტინგენტი? კონტინგენტი. რა უცნაური? არ ვიცი. მე ესე ვიტყოდი და ჩემი ბევრი მეგობარი მეთანხმება. დიახ. რაღაც მომენტში, ანუ შენ ამბობ იმას, რომ აქ არ ცდილობენ ბიჭები? კი, რაღაც უფრო ზოგადად ევროპელი კაცები უფრო პრინცესები არიან. ოკეი. ანუ პრინცესები რატო არ გონია, რავი, შეიძლება effort-ი შადება ბავშვი არ უნდათ და გონიათ, რომ effort-less უნდა მოხდეს რაღაცა. კი, რაღაც გონიათ, რომ თვითონ არიან prize. ალბათ მოვიტყოდი ასე. ანუ შემთხვევაში prize არც ერთი არ არის, არც მეორე. მაგრამ ეს მე ვფიქრობ, რომ მაინც prize ქალია. მაგრამ არა ჩვენ ყველაფერი შეიძლება წყობს რომ იყოს ჩვენ რადიკალებს ჯორი ისინი როგორ ვუყურებენ ერთად გახება მართლა Hey Yeah TikTok No it's a YouTube Yes YouTube star. I'm trying to be a star. Yeah. Thank you. Thank you so much. მე ისე შევეჩვე რომ ვეღარ ცოტა არა ორიგინალურია. ხოდა. ხო, სად შესვლაზეა საუბარი? რიგს შეხედეთ ძალიან გთხოვთ. ანუ აქ უნდა ჩავდგეთ ხენო? Აბა გვაქვს ისლა აგიდა ისე დღეს არის ბოლო დღე ბუდაპეშტში ჩვენ მივდივართ საჭმელად, რამენის საჭმელად რაღაცა აზიურ რესტორანში. მე არ გამისინჯავს ოღონდ რამენი და იმედია ექნებათ vegetarian option. წავით ერთად მილანში რამენი. თუ ყურებ, say hi. დღეს ფრენა გვაქვს ძალიან ცუდ დროს 5 ღამის 5 საათზე ხო? და საქართველოში თურმე ძალიან დიდი თოვლია და მანქანა მყავს ქუთაისის აეროპორტში დატოვებული. არ ვიცი რამდენად მოხდება საერთოდ მაგ მანქანას დაქოქვა და აი რაღაცა ხელები მაქვს გადაჯვარიდნებული რომ რამე პრობლემა არ იყოს. მოვედით მეგობრებო, ეხლა განახებთ ინტერიერს ეს დავამოკლოთ ახლა. ქვევით არის ორსართულიანი. ავიღეთ ორი რამენი, ერთი ავიღეთ vegan და ერთი ავიღეთ vegetarian, იმიტომ რომ კვერცხსაც არ ვჭამ და შენ კვერცხს მაინც ჭამ. სასმელი ავიღეთ aloe vera king. რაღაცა ჩინური სასმელია, რომელიც არ ვიცი როგორია, ახლა გავსინჯოთ. It's okay. Like ცივი ჩაი. Oh, it's okay. ფასები როგორ რამდენი გადავიხადეთ ჭამში? 7000 ფუფუ. 7000 ხოფი გავყვათ 400-ზე. 17 евро. ორი რამენი. ორი რამენი და წვენი. ნორმალურია ხო მგონი? ჩვენთან როგორ არის არ ვიცი ფასები. საერთოდ მე აზიური სამზარეულო დიდად ჩემი არ არის. საერთოდ არ მიყვარს.
მართლა? აი შოუა. ძალიან კაია მართლა. ძალიან კაია. ეს მარი. აი ნახარ ძალიან ბრაო. დოსო. Guys, ეს რა არის თუ იცით დავიწერეთ იგი გამგონა. No, for sure გეუბნები. სოდიოდა. დენმა. ფონდორს წოი. მოდი ახლა შემიფასება. რამდენ ქულას დაუწერდი ჩვენს ლანჩს. მე პირველად გავსინჯი, ამიტომ არ ვიცი ცუდი და კარგის მნიშვნელობა ამ რამენში კონკრეტულად, ამიტომ დავწერდი 10, იმიტომ რომ ძალიან მომეწონა. ორგანიზმს ჭირდებოდა 10 ქულაზე, აი მენა გამოვცოცხლდი. მე თვითონ ძალიან მოვიწყინება გემოთი რა. ეხლა ადრეც რო გასინჯურე მქონდა, მახსოვს რომ მაგდროსაც მოვიწყენი პრინციპს და მე კიდე რაღაცები ვჭამეთ და. მარტივად ქულა რო დაუწეროთ, ქულა, არ ვიცი, 6. არა, 6 არა. 7. ოკეი, მე 10 ქულას უწერ. მოვეჯით ახლა ამ ბატუტების ადგილას. აი ესე გამოიყურება. ნახოთ, თუ ძალიან overpriced იყო, მოდი არ შევიდეთ. ანუ რაღაცა სისულელე თუ იყო, ან გარემო არ მოგეწონა, ეგრევე არ შევცვიდეთ, მოდი. Hello. ესე იგი მეგობრებო, გადავიხადეთ თითოში დაახლოებით 15 евро, მაგრამ ძალიან საცილო იყო, იმიტომ რომ რაღაცა არ ვიცი, რაღაცა protection, owner's protection-ზე საუბარი არ ვიცი. მაგაზე გაწერინებენ ხელს. და მაგის მერე 2 евро სიხდი აი ამაში, ანუ არაფერი არ არის რეალურად ვერ გაიგებ. კიდე გაძლევენ აი ამას, რომ გასახდელი შეგეძლოს სარგებლობის უფლება და პლუს კიდე 3 евро სიხდი ნასკში, იმიტომ რომ this is for the safety-ო. ანუ ლიტერალი ყველაფერი მოგყიდეს რაღაცა ჯამში 20 ევროზე ავიდა ხო ერთი ადამიანი 15-20 евро, right, which is normal, I guess. იცის SMS ლოგებში არ ვჩანვარ. დამცინე nickname-ზე. და ანუ რავი, დღეს მაგალითად მარიამს ვითხარ რომ შანო ყველაზე კარგი ჩემი თანაგადამღები ხარო და ანუ ლიტერალი ყველა მოგზაურობაში მივყავ ამასთან და ამას ეუბნება სხვა ადამიანის. ანუ ჩემზე it's so heartbreaking, but I'm not going to talk about it, იმიტომ რომ დავიღალე რაღაცნაირად ამით. მაგრამ whatever. I know that you all want me to be in this video. მაგრამ it is what it is.